მზადება ალილოსთვისაც ხვალ თბილისში საშობაო მსვლელობისას შეგროვილი ნობათი ბავშვთა და მოხუცებულთა სახლებს გადაეცემა. არტების რევოლუციის მოედნიდან სამების ტაძრამდე ალილოს მონაწილეები მსვლელობას ფეხით მოაწყობენ და მოსახლეობის მიერ მიღებულ შემოწირულობებს სოფელ მეტეხიდან ჩამოტანილ ურმებზე შეაგროვებენ. ალილოს საზეიმო მსვლელობა ხვალ ზუსტად 2 საათზე დაიწყება. შობამდე რამდენიმე საათით ადრე მახარებლები ალილოსთვის ყველაფერს აწესრიგებენ. თითოეული ატრიბუტი დათვლილი და მომზადებულია. 7 იანვარს ზუსტად 2 საათზე მომლოცველები ვარდების რევოლუციის მოედანზე შეიკრიბებიან და სამებისკენ ტრადიციულ მსვლელობას მოაწყობენ. კიდევ ერთი დეტალი, წლევანდელი ალილოს საიუბილეოა. წელს არის მე-10 წელი, რაც ეს ტრადიცია აღდგა. მსვლელობაში უშუალოდ მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა სურვილმა შეუერთდნენ ამ დიდ მსვლელობას. უშუალოდ მონაწილეობას იღებენ თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები, უნივერსიტეტის სტუდენტები და ასევე მრევლი. რამდენიმე საათი იქნება, ალბათ 4-5 საათი, ჩვენ იქნება მსვლელობა, დაირაღებით, რომელსაც ახლა ამზადებთ ჩვენ. აქ არის საჩუქრები, რომლებიც რვაში უკვე სამღვდელობასთან და მგალობლებთან ერთად დაურიგდება ბავშვთა სახლებს, კიდევ მოხუცთა თავშესაფრებს და სოციალურ საოცრულ ადამიანებს. ვარდების რევოლუციის მოედანზე საჩუქრებითა და შემოწირულობებით დატვირთული მრევლი საკუთარი ტაძრებიდანვეა. ეკლესიებში ხვალინდელი დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. მომლოცველები სამებაში მისვლამდე შემოწირულობებს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც მიიღებენ. ეს გახლავთ ძველი ქართული ტრადიცია, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი თავისი შინაარსით, იმიტომ რომ ეს გახლავთ ძალიან დიდი მოწყალების სახე. ეს ყველაფერი გროვდებოდა იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც შობის სიხარულს ვერ იზიარებდნენ ეკლესიაში, მათთან მიდიოდნენ თვითონ მახარებლები. ქრისტეს მახარებლები ვართ. ტრადიცია არც წელს დაირღვევა და შემოწირულობებს ტიქაროსნები ურმებზე შეაგროვებენ. გამთენიისას სოფელ მეტეხიდან 8 ურემი თბილისისკენ გამოემართება. უღელში 16 კამეჩი და 1 ვირი იქნება შებმული. მე-10 წელი, რაც ამ შობა ხაწელს ვემზადებით ჩვენ და მოყავს მივდივართ სამების ტაძარზე, მიყვავს აქედან კამეჩები, ურმები. რამდენიმე საათში ყველა ფანჯარაში სანთელი აინთება, ტაძრებში სადღესასწაულო ზარები დაირეკება და საშობაო გალობა დაიწყება. აქ კი ხვალ მანქანების ნაცვლად სამებისკენ მიმავალი სტიქაროსნები, სამღვდელოების წარმომადგენლები და მომლოცველები გაივლიან და გალობით ქრისტეს შობას გვახარებენ.